კიდევ ერთი ბრალდება პოლიციელების წინააღმდეგ ამჯერად დაკავებული რუსთაველ სამართალდამცველებს უჩივის და ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. იგივე სამტკიცებს მოწმეც, რომელიც დაპატიმრების სპეცოპერაციას შეესწრო, მოწმემ დღეს განაცხადა, რომ მას პოლიციელები ემუქრებიან. ჭიკაიძის უწყებას ბოლო დღეებში მსგავსი ბრალდებები ბევრი დაუგროვდა. აი ამ ადგილას მოხდა, გადმოიყვანეს აქ და ჩაუდეს სამანი. მირზა მამედოვი ამტკიცებს, რომ მის ძმას ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი რუსთავის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ჩაუდეს. 40 წლის ილგარ მამედოვი რუსთავში აღმაშენებლის ქუჩაზე 2 თვის წინ მაშინ დააკავეს, როდესაც სალონიდან სახლში ბრუნდებოდა. მირზა მამედოვი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას პოლიციას მისი ძმა დაკავებული 5 საათის განმავლობაში ჰყავდა. დაკავების ადგილზე დასთან ერთად მივიდა. მისმა დამ მოისმინა დაკავებულის სიტყვები, რომ ნარკოტიკებს უდებდნენ. მანამდე კი ილგარ მამედოვს წყალი დაალევინეს, სადაც ნარკოტიკები აღმოჩნდა. ჩემ დასეონებაო, ჩამიდესო უკვე რა. და მე არაფერი არ მქონდაო. სიცხეში 2 საათი იდგა ადამიანი წყალი თხოვა. 1.5 საათის მერე მოაქვთ ისა კოლოფი რა წყალის რა, ოღონდ ღია. რა თქმა უნდა დალევდა ახლა რა ადამიანია. და იგზნო რაღაცა ისა რა, სიმჟავე თუ სიმწარე. ილგარ მამედოვის დაკავებას ვულკანიზაციის თანამშრომლები შეესწრნენ. ხვიჩა სანოძე ამბობს, რომ მისი დაკავების შემდეგ პოლიციელების საეჭვო მოქმედებები შენიშნა. სანოძე, რომელმაც ადვოკატს ჩვენება უკვე მისცა, ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებმა მამედოვი დაკავებიდან 4 საათის შემდეგ გაჩხრიკეს. 5 დღის წინ კი პოლიციიდან შეატყობინეს, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მამედოვს გვერდით მიუსვამდნენ. მოწმე ამტკიცებს, რომ დაკავებულთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებს. თუ კი არ შეწყვიტავ შენ ეს მოწმის სტატუსით, თუ კი არ გადავარავ, დაგიჭირავენ და ის ვინც არის დაკავებული, მიგიჯერენ გვერდით. ნახე რომ ყავდათ დაკავებული 4-5 საათის განმავლობაში ეს პოლიციელები მიდიოდნენ, მოდიოდნენ, არანაირი არაფერი არ იყო, არც შეხება, არც ჩაუტარებია, არავითარი აღწერილობა, სადღაც დაიწყეს 4 საათის შემდეგ დაიწყო ეს აქტის შედგენა. მამედოვის ადვოკატმა მოწმეზე ზოწოლაში მონაწილე პოლიციელების დადგენა მოითხოვა. ზურაბ როსტიაშვილი ილგარ მამედოვის დაკავებაში და ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავების დასჯასაც ითხოვს. ადვოკატის მტკიცებით პოლიციელებმა დაკავების და ჩხრეკის ოქმები გააყალბეს. დოკუმენტებში კი ჩაწერეს თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ გაჩხრიკეს, შემდეგ კი დააკავეს. რეალურად კი მამედოვის ჩხრეკა დაკავებიდან 5 საათის შემდეგ ჩატარდა. ადვოკატის მტკიცებით სწორედ ამ დროს ჩაუდეს მას ჯიბეში 1 გრამამდე ჰეროინი. პირადი ჩხრეკა დაიწყეს დაკავებიდან 57 წუთის შემდგომ. ხა თავისთავად იბადება ეჭვი 57 წუთის შემდგომ რატო დაიწყეს. თვითონ ახლა მამედოვის გადმოცემიდან, ილგარ მამედოვის გადმოცემიდან გამომდინარე, ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ სასწრაფოდ მოდითო დროზე მოიტანეთო. ესე იგი, რის მოტანაზე იყო, ამ ნარკოტიკის მოტანაზე იყო საუბარი. ადვოკატი ჩხრეკის მონაწილე 3 პოლიციელსაც ასახელებს. რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს დავით გრძელიშვილს, დავით პაპუაშვილს და გიორგი ხუგაშვილს. რუსთავის პოლიციაში ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთეს. თუ რამე გაინტერესებთ, მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს. მამედოვის ბრალდებებზე კომენტარს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს. წინა სასამართლოს ხდომა 16 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ადვოკატები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ. მამედოვი ბრალს არ აღიარებს და პოლიციელების დანაშაულის გამოძიებას პროკურატურას თხოვს. მას ბრალი 260 მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.